საინტერესო კითხვა უნდა დავსვა, რომელზეც თითოეულ თქვენგანს აქვს გასაკვირველია თქვენი პასუხი. უკლებლივ ყველა თქვენგანის პასუხი, თითოეული თქვენგანის პასუხი მეორე თქვენგანის პასუხისაგან არ განსხვავდება. კითხვა ამგვარია. სჭირდება თუ არა უკრაინას დასავლური იარაღი? ყველა თქვენგანი, თითოეული თქვენგანი მიპასუხებს ასე. მართალიც იქნებით, რომ უკრაინას გასაკვირველია სჭირდება დასავლური იარაღი, ევროპული და განსაკუთრებით ამერიკული. ეს ამერიკელები ბოლო ხანებია იარაღს უკრაინელებს არ აძლევენ და აკი ამიტომაც ზელენსკი და არა მხოლოდ ზელენსკი სულ იმეორებენ, რომ ჩვენ შევისყიდით იარაღს. აი ერმაკი იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, თუ არ ვწდები ახლა შეერთებულ შტატებშია და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ამერიკელებს ეუბნება შემდეგ რამეს დაახლოებით, კი არა მთავარი მესიჯი ეს არის, რომ ჩვენ მზათა ვართ შევისყიდოთ იარაღი. პირდაპირ უკრაინელები უშუალოდ შეისყიდიან მეტწილად ევროპული ფულით და ასევე შეგვიძლია შევისყიდოთ იარაღი, აი გადაეცით იარაღი ასე მაგალითად გერმანელებს ან ბრიტანელებს ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს და ისინი კი გადმოგცემენ ჩვენ. ტრამპის ადმინისტრაციას დიდი თუ არ უნდა იარაღის გადაცემა, მაინც არ აქვს დიდი ლავირების შესაძლებლობა, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის არა გადაცემაზე, ესე პირდაპირ გადავეცით იარაღი, არამედ შესყიდვაზე ევროპული სახელმწიფოების მხრიდან უფრო და ევროპული სახელმწიფოები რას უზავენ ამ იარაღს, ეს მათი გადასაწყვეტია და ტრამპი კი მესმის რომ ლაპარაკობს სულ დღენიადად საუბრობს მშვიდობაზე და მშვიდობის აუცილებლობაზე, მაგრამ თუ ესეთი გარიგება შედგა მოხდა, ხო? ტრამპის ადმინისტრაციაც კი მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ორივე პალატაში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში აშკარად და ძალიან პროუკრაინული განწყობებია, ტრამპის აღმასრულებელი ხელისუფლება უარს არ ანძნელად თუ იტყვის ამ გარიგებაზე. და ისევ დავსვათ კითხვა, მას სჭირდება თუ არა უკრაინას ეს იარაღი სჭირდება და ახლა წარმოვთქვამ ორ სიტყვას, ორ საკვანძო სიტყვას. იმისთვის სჭირდება პირველ ყოვლისა, ხაზს უსვამ, რომ თავი დაიცვას. ანუ რუსები შესულები უკრაინაში და რომლებიც აკონტროლებენ 3 რეგიონს, 3 ნახევარ რეგიონს, 4 ნახევარ რეგიონს, აი ესე, ხო? ანუ ხერსონის ნაწილს, ზაპოროჟიეს ნაწილს, თითქმის მთელ დონბასს, თითქმის მერქი ხაზგასმით ვამბობ და არა მთელ დონბასს და პრაქტიკულად სრულად აკონტროლებენ, კი არა, ნამდვილად სრულად აკონტროლებენ ყირიმის ნახევარკუნძულს, ისინი უშუალოდ უკრაინის ტერიტორიიდან და გარედანაც, ანუ რუსეთის ტერიტორიიდან, ასე მაგალითად შავი ზღვის აკვატორიიდან, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი და ასევე სხვა სივრცეები ტერიტორიებიდან თავს ესხმით ბალისტიკური რაკეტებითაც და არა მხოლოდ ბალისტიკური რაკეტებით უკრაინას, იცით თქვენ. და აი ამ იარიშების მოსაგერიებლად მას თავდაცვითი იარაღი გასაკვირველია უკრაინას სჭირდება. ეს არის აერსაწინააღმდეგო სისტემები, ეს არის რადიოლოკაციური სისტემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი სახის იარაღი სჭირდება. იარაღი ბევრ ჩვენგანს გონია რომ ავტომატია და ავტომატი არ ნაკლებად არის, ახლა ცოტა ნაკლებად არის გასაკვირველია გაცილებით სერიოზულ იარაღზე. განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე ვლაპარაკობ, რასაკვირველია რომ დაიცვას უკრაინის ცა პირველ ყოვლისა, საიდანაც უკრაინას საფრთხე ემუქრება, იცით თქვენ რომ უკრაინის დედაქალაქი კიევიც კი დაიბომბა, ხარკოვზე აღარ ვლაპარაკობ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღარ ვლაპარაკობ, რაც ხდება იქ. მაგრამ ეს ორი სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვი თავდაცვითი ომის წარმოებისათვის და თავდასხმისთვის სჭირდება თუ არა. ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ახსოვს, რომ 2022 წლის აპრილის 13-ში უკრაინელებმა განახორციელეს უნიკალური ოპერაცია. აი თუ ბოლო ოპერაციას ობობის ქსელს არ მივიღებთ მხედველობაში, არ გავითვალისწინებთ, მასზე არ ვილაპარაკებთ, ის ოპერაცია 13 აპრილის 22 წლის იყო ყველაზე დიდი ოპერაცია ჩატარებული უკრაინელების მიერ. და გაგახსენებ რა მოხდა. რა მოხდა და 2022 წლის 13 აპრილს, ანუ წარმოიდგინეთ, ომი დაწყებულია თვენახევარია, მეტი კი არა. უკრაინელებმა ააფეთქეს კრეისერი მოსკვა და ისიც რომ ააფეთქეს გახსოვთ, მე მახსოვს ძალიან კარგად, უკრაინელებმა კრეისერი მოსკვა ააფეთქეს უკრაინული წარმოების R-360 ნეპტუნის ტიპის ანტისაზღვაო ფრთოსანი რაკეტებით. ხო? რაკეტებით თუ რაკეტებით. მრავლობიში წარმოთქვათ ჯობს, ანუ ადგილობრივი წარმოების იარაღით. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამის შემდეგ, ანუ 22 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ 13 აპრილის წარმოიდგინეთ 13 აპრილის შემდეგ გამოხდა ხანი.
3 წელიწადი და კიდე მეტი 3 წელიწადი და 2 თვე, 3 წელიწადი და 3 თვე და ბუნებრივია რომ უკრაინის წარმოება ძლიერდება და მძლავრდება და აი რამდენიმე დღის წინ კი არა დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე ის ვიხდები ჩაუწევ ხმას რომ ანუ სურცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე რომ აი კანადა დაეხმარება, აი ნიდერლანდები დაეხმარება, აი საფრანგეთი დაეხმარება, აი გერმანია დაეხმარება და ასე შემდეგ და სურცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენის საშუალებით შაჰიდი დრონებს აწარმოებს უკრაინა და იქ სახელდება ასტრონომიული რაოდენობა რაც პრობლემებს შეუქმნის ასაკვირველია რუსეთის სიღრმეებში, მაგრამ ასევე აი გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინელები მალე აწარმოებენ ეროვნული წარმოების ბალისტიკურ რაკეტებს და რაკეტა მაისში წარმატებული გამოცდები უკვე გაიარა, აცხადებს უკრაინის არმიის კვლევითი ცენტრის დირექტორი გვარად ბადრაკი. ამ ბალისტიკურმა რაკეტამ თითქმის 300 კილომეტრი დაფარა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს დაარტყა გაანადგურა. ახლა ის სერიულ წარმოებაში ეშვება, მისი ქობინი 400 კილოგრამს იწონის. ეხლა პროფესიონალმა სამხედროებმა იმსჯელონ, რამდენად მძლავრია ეს ბალისტიკური რაკეტა, მაგრამ და რასაკვირველია ის ერთ-ერთში ასე ვიტყვი, ვერც დაუდგება, ვერც შეედრება ვერ გაუწევს კონკურენციას რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს. ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ის რომ 300 კილომეტრით დაახლოებით მინდა აღვხსნა 300 კილომეტრი საქართველოს მასშტაბში წარმოუდგენიათ თუ რუსეთის მასშტაბში. საქართველოს მასშტაბში წარმოუდგენა არის დაახლოებით თბილისიდან ბათუმამდე ოდნავ ნაკლები, ესე რომ აღვხსნა, ხოლო კიევიდან მოსკოვამდე ეხლავე გეტყვით რამდენია და სანამ დავსერჩავ, ვწდები 600 კილომეტრის ფარგლებში, მაგრამ მაინც distance from Moscow შემეშალა to Ukraine. კიევსაც არ აყრებ, ხო, თქვენის ნებართვით Ukraine border, ხო? 523 მილი 841 კილომეტრი, ანუ 500 მილის 800 კილომეტრის ფარგლებშია. დიახ, არ მისწვდება, რასაკვირველია მოსკოვს, მაგრამ შაჰიდი დრონები ხომ მისწვდება და მისწვდა კიდეც. მე მინდა კარგად ავხსნა ერთი ამბავი. თუ უკრაინა შეტევით ომზე არ გადავა და გადასულია კარგახანია, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის რუსეთს უშუალოდ მის ტერიტორიაზე, ომის თეატრი იქნება მუდმივად ან დიდი ხნის განმავლობაში იქნება უკრაინაში. უკრაინაში ომის თეატრის ჩატოვება კი შედის რუსეთის ინტერესებში. ამიტომ რუსეთს უნდა შეეკრას და ამას შესანიშნავად ხდება ზელენსკის ხელისუფლება უქმნის რა პრობლემებს რუსეთს უკრაინის საზღვრებს მიღმა. ოღონდ განსხვავებით რუსეთისაგან, რომელიც ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, საცხოვრებელ კორპუსებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. განსხვავებით რუსეთისაგან უკრაინა ესე ზედმიწევნით ზუსტად, აი რუსულისთვის ბოდიში ტოჩში ჩდა, ანუ წერტილოვნად აყენებს დარტყმებს რუსეთის არასამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არასაცხოვრებელ სახლებს ამა თუ იმ ქალაქსა თუ რეგიონში თუ სოფელსა ქალაქსა თუ რეგიონში, არამედ სტრატეგიულ ობიექტებს. ესეთი შეიძლება ეხა ერთი თვალის მიმოვლებით ეს არის სასაკვირველია სამხედრო ბაზები, ეს არის სასაკვირველია სამხედრო აეროდრომები, რომლებიდანაც ფრინდება რუსული ავიაცია. და აი ეს ობობის ქსელი თვალსაჩინოება იყო, ხო? ჩვენ ბოლოდ ვიცით რომ ორგან დაარტყათ, ასე ორგან ყველაზე სერიოზულად დაარტყა მურმანსკსა და ირკუტსკში, ხო? მაგრამ სხვაგანაც განახორციელა შეტევები უკრაინამ. და აგი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ განახორციელა შეტევა და ჩავხედოთ ისევ ამბავს იმის თაობაზე, თუ შეგხვდა სიმართლე გითხრა, კურსკის ოლქში, ხო? Su-35-ის კურსკი იქვეა. 35 ტიპის ავიაგამანადგურებელი გაანადგურეს და აი ეს არის მე მგონი ნიჟნი ნოვგოროდში. უკრაინელთა შორს მოქმედი კამიკაძე დრონების მოფრენის შედეგად ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი კარხანა დაიბომბა. ერთი კარხანა არაფერია რუსეთისათვის. მაგრამ ამის აღდგენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. 2-ც არაფერია, 20-ც ან 220-ც, მაგრამ
როდესაც ამ დინამიკაში მიდიხარ და უქმნი პრობლემებს უკრაინას კი არა რუსეთს მის ტერიტორიაზე ან უკრაინა უქმნის პრობლემებს მის ტერიტორიაში ვარონეში, ნიჟნოგოროდში, ვლადივოსტოკში იცით გაგიქონიათ ხსმენიან ვლადივოსტოკში იყო აფეთქებები იცით თუ არა რომ ფლოტს დაარტყეს იქ ჩრდილოეთის ფლოტი ქვია ალბათ არა ალბათ ქვია ხო წყნარი ოკეანის ფლოტი ხო მოდიში ჩამასაც ჩავხედოთ მე რო არ შემეშალოს რამე ChatGPT-ს ვკითხოთ არ ჩავერდ ესე იგი მიიტანა რასაი მაგარი რაბეა ChatGPT თუ არა იერიში უკრაინამ ვლადივოსტოკზე და წყნარი ოკეანის რუსულ ფლოტზე. ვიპასუხებს დაველოდოთ, ეს რომ არ შემეშალოს ეხა. აი ამ პრობლემებს უქმნის. მოკლედ, სანამ არ გადავა სრული თეატრი რუსეთის ტერიტორიაზე, მანამდე რუსეთს არც არაფერი არ ემუქრება. მეთქი ასეც ვიყავ, თუმცა როგორ არ ემუქრება. აქ ამბავი არის ის ძალიან საინტერესო, ყველაზე მთავარი არის ის, როგორღაც ევროპელები და როგორღაც ამერიკელები ბოდიში ამერიკელები როგორღაც საბოლოოდ წამოიყვანენ თუ არა საკუთარ გუნდში დონალდ ტრამპს. და თუ დონალდ ტრამპი როგორც იმუქრება ხანდახანზე ხშირად იქნება იმაზე უფრო მკაცრი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ამ შემთხვევაში ბოდიში ვიხდი ამ სიტყვისთვის რუსეთს მართლა აღარ ეყოლება დედა მეთქი, ანუ აქ არის ლაპარაკი რამდენიმე ტიპის სანქციაზე, ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების ამუშავებაზე ყველა აბსოლუტურად ყველა ენერგომატარებლის რუსეთისაგან ყიდვის აკრძალვაზე ნებისმიერი მოთამაშის მხრიდან ანუ ევროპელები ყიდულობდნენ და ვაღიაროთ ეს და ეს უხანგრძლივებდა რუსეთს სიცოცხლეს. ეს მეორე. მესამე ამბავი ეს არის ნავთობის ფასის დაგდება რუსეთს არ მინდა შემეშალოს და $59 აქვს გათვლილი ბარელი ნავთობის ფასი იმისთვის რომ ომის ეკონომიკა როგორღაც ამუშავოს და საკუთარი სამხედრო ინდუსტრია შეინახოს და ემანდ ისე რომ მოხდეს როგორც მოხდა ტრამპის პირველი კადენციის დროს, როდესაც ნავთობის ფასი ჩამოვარდა რუსეთს, კვლავ გავიმეორებ ამ სიტყვას, დედა აღარ ახავს. ამასობაში რა საკვირველია, სადაზვერვო ინფორმაციები უნდა მიაწოდოს და არ შეუწყვიტავს რამდენიმე დღიანი შეწყვეტის სკანდალურად შეწყვეტის წერას ნუ არ მივიღებთ ხედელობაში ამერიკამ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაციები უკრაინას და მიაწოდოს როგორც თავდაცვითი იარაღი ისე ხელი შეუწყოს ევროპამაც და ამერიკამაც იმას რომ უკრაინა მეტი დრონი და აგე უკვე ბალისტიკური რაკეტებიც კი აწარმოოს. ამასობაში მე ჩავხედავ მაინც დღეს რა რიცხვია მეგობრებო. დღეს არის 7 რიცხვი, ერთი კვირაა თურმე გასული რომ 2025 წლის ვკითხულობ ChatGPT თუ გნებავთ YouTube-ს ჩავხედოთ, თუ გნებავთ დავგუგლოთ, თუ გნებავთ Yandex-ზე დავძებნოთ, ალბათ იქაც იქნება, ოღონდ რუსულად. 2025 წლის ბოდიში ვიხდი მე ამასობაში ვუპასუხებ ვიდეოს წერ მე-15 ხო 2025 წლის 30 მაისს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა განახორციელა შორს მიმავალი დივერსიული ოპერაცია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვლადივოსტოკის მახლობლად მდებარე დესანტნაიას ყურეში. ამ ოპერაციის ფარგლებში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლების მიზნად ისახავდნენ რუსეთის წყნარი ოკეანის არ შემშლია და სწორი აღნიშნე, ანუ ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელს აღარ არის ცოცხალი კალბატონი ნორატ არიელაშვილი. მე მადლობა უნდა გადავუხადო და სხვაც მასწავლი და როგორც არ მახსოვს მეორეს გვარი. ხო, მე-60 სკოლაში, კალბატონი ნორა პირველ ექსპერიმენტულში. და მადლობა უნდა გადავუხადო, რომ წყნარი ოკეანის ფლოტის 155 ცალკეული გვარდიის საზღვაო ქვეითთა ბრიგადის 57 ცალკეული საჰაერო შეტევითი ბატალიონის განლაგების ადგილას. აფეთქებები მოხდა საგუშაგოსა და პირადი შემადგენლობისა და მეთაურობის განლაგების ადგილებში უკრაინის დაზვერვის წყაროს თანახმად დაზიანდა პერსონალი სამხედრო სპეციალურ ანუ უკრაინელები ურტყავენ მხოლოდ სამოქალაქო ოკეანეს სამხედრო სტრუქტურებს, სამხედრო ობიექტებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას. რუსები ვერასდიდებით და ვერასოდეს ვერ დაამტკიცებენ იმას, რომ უკრაინელები დივერსიულ სამოქალაქო ობიექტებზე
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს ჩადიან. რაც არ უნდა ილაპარაკოს ტრამპმა, იმისა პუტინმა ტრამპთან, იმიტომ რომ ეს მესმის რომ ალო, здравствуйте, ეუბნება პუტინი ტრამპს, მაგრამ hello, ეუბნება თუ how do you do, მაგრამ ამის მიუხედავად ტრამპი რომ გათიშავს და დაასრულებს ის აუცილებლად ეკონტაქტება თავისი გუნდის წევრებს, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის, მათ შორის სპეცდანიშნულების, მათ შორის უშიშროების სამსახურების და სხვადასხვა შესაბამისი უწყებების ლიდერებს, ხელმძღვანელებს, მინისტრებს, მდივნებს და იმის მათგან იღებს ობიექტურ ინფორმაციას. ახლა ერთი კითხვაც და დავასრულოთ ეს ვიდეო ბლოგი. დღენიათ და სულ გაუდის ქართულ ოცნებას რომ ომი უნდა დასრულდეს. ომი უნდა და კაცთა შორის კვლავ უნდა სისხლის კვლავ უნდა დასრულდეს. ასაკვირველია. ვინ ოხერი მამუკა მდინარაძესთან მაქვს სამი საერთო. პირველი ის რომ ჯომბოლუნგმა უმაღლესი მწვერვალია კაცობრიობაში კი რა დედამიწაზე. გახსოვს მამუკა რამდენია? მე მახსოვს 8848 ზღვის დონიდან. მეორე საერთო მაქვს მაგალითად ის რომ დედამიწა პლანეტა მე მგონი მამუკა მდინარაძეზე ნამდვილად ვიტყვი და ის ხვებზე ზარქუაზე ვერ ვიტყვი შეიძლება ზარქუად ფასო თანამგზავრიაო ამის პლუტონისო ასე მაგალითად არა ამას ხუმრობ რასაკვირველია მაგრამ მამუკა მდინარაძესთან მეორე საერთო ეს მაქვს ალბათ ზარქუასთანაც და მესამე მეც თქვენი არ იყოს მეგობრებო რასაკვირველია მომხლება იმის რომ ომი უკრაინაში დასრულდეს წერტილი უფრო ზუსტი რო ვიყო მრავალ წერტილს ვერ დავსვა. საქმე ისაა რომ თქვენეული გაგებით ომის დასრულება არის ამ სტატუს კვოთი დასრულება. ჩემეული გაგებით ომის დასრულება ნიშნავს ან უნდა ნიშნავდეს იმ სტატუს კვოთი დასრულებას რომელსაც სამართლიანი მშვიდობა ან სამართლიანი დასრულება ჰქვია. რა არის სამართლიანი დასრულებაო ვინმე რომ კითხოს თქვენ ამ კითხვაზე ვინმე რომ გკითხოს თქვენ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს თქვენ ოღონდაც კი დასრულდეს ომი უკლებლივ ყველაფერზე თანახმა ხართ სხვაშიც ბზარბი პრობლემა შეექმნება საქართველოს მაგრამ ამაზე სხვა დროს და რუსეთი გამაგრებულა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა გამოდის რომ თქვენ ერთგვარად ლობირებთ ან პირდაპირ ან ირიბად პირდაპირ პრინციპში ამბობთ რომ ომი არ იყოს მაგრამ რუსეთი თუ გიდა შემოსულა თბილისში არა კარგი თბილისი არ ვიტყვი თქვენ ხო წინააღმდეგობის გამწევები არ ახართ ამას გეუბნებით პირდაპირ თუ ირიბად პირდაპირ რეალურად გორში შემოსულა და გორში რო შემოვიდეს და გადაჭეხოს საქართველოს შუაზე ორ ნაწილად რო გაყოს თქვენ წინააღმდეგობას არ გასწევთ იმიტომ რომ ორი მიზეზი გაქვთ პირველი რუსეთს როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგო მას ხო ვერ დაამარცხებთ რაც აბსოლუტური სიგიჟე და ტყუილია და მეორე სისხლის ღვრად არ ღირს ომი არ შეიძლება იმიტომ რომ სისხლის ღვრა იქნება და გაჩეხილა საქართველოს ორ ნაწილად, სამ ნაწილად, 7 ნაწილად, 15 ნაწილად ოღონდ სისხლის ღვრა არ იყოს და გაუქმებულა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ირიბი და რეალურად კი პირდაპირ მესიჯი არის თქვენი ამგვარი. მაგრამ მე ამაზეც არ ვსაუბრობ ახლა. მე ვსაუბრობ იმაზე რომ მე და მამუკა მდინარაძეს ასე მაგალითად სამი საერთო გვაქვს. დედამიწა პლანეტაა. მრგვალია თუ არა ამაზე ვერ ვთანხმდებით სხვათა შორის. ისა მეორე საერთო გვაქვს რომ ამ დედამიწაზე უმაღლესი მწვერვალი არის ჯომბოლუნგმა ევერესტი რომლის სიმაღლეც მამუკა მდინარაძე მაღალი ალბათობით არ იცის ხოლო დიტო სამხარაძე ნაღდად არ იცის და მესამე რომ ომი უნდა დასრულდეს ოკეი ამ ნარატივში ჩავჯდები დასრულდეს დღესვე აი მე მოყვებით ამ ნაწილში ამ ბოდვაში მაგრამ წარმოგიდგენიათ რა ხდება იმ შემთხვევაში და მაყურებელს მიმართავ ახლა და არა მამუკა მდინარაძეს რომელსაც ვერ შეასმენ ვერაფერს იმიტომ რომ არ უნდა შესმენა და იმიტომ რომ FSB-ს ხაზის ერთ-ერთი წარმომადგენელია ერთ-ერთი ხაზის ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ შემთხვევაში თუ ამ სტატუს კვოთი დასრულდება ომი რუსეთი გარკვეული პერიოდის შემდეგ მოითხოვს რა უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის დაპყრობას, ეცდება რა დანარჩენი ტერიტორიის დაპყრობას, საქართველო მისი პარტნიორი თუ იქნება და იქნება თქვენ ხელში, საქართველოს მოსთხოვს შემდეგს. თქვენი ჯარისკაცები 100-ული, 500-ული, 1000-ული, ერთი პოლკი, ერთი ბატალიონი, არ ვიცი როგორ ხდებათ ისე გვიანგარიშეთ,
სუსტად ისევე უნდა გამოვაგზავნოთ ჩვენს ომში უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ოპერაციის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, როგორც რუსეთის ნებისმიერი გუბერნია აგზავნის. აი საქართველოსთვის ამიტომ არის ომის დასრულება ამ სტატუს კვოთი ძალიან ცუდი. ამიტომ და კიდე სხვა ათობით მიზეზის გამო. გარდა ამისა, რუსეთი მსოფლიოს აჩვენებს, რომ ძალით შევიდა რა უკრაინის ტერიტორიაზე და დაიპყრო რა უკრაინის ტერიტორიის ერთი ნაწილი, 5 რეგიონი ამ შემთხვევაში, ან 4.5 რეგიონი თუ გდებოთ ასე ვიტყვი, შესაბამისად მას გასდის უკლებლივ ყველაფერი, რისი გაკეთებაც უნდა ძალით. ანუ რისი გაკეთებაც შეუძლია და რუსეთს ბევრი შეუძლია, განა არა ვინმე უნდა გააჩეროს და ჩვენ ხომ ვერ გავაჩერებთ, დინარაძეს აღარ მიმართავ, სწორედ ქართულ საზოგადოებას მიმართავ, თუ ვინმე გააჩერებდა, ან გააჩერებს, სწორედაც რომ უკრაინა. აი ამიტომ უნდა დასრულდეს ომი, განა არა მეგობრებო, მაგრამ უნდა დასრულდეს სწორედაც რომ სამართლიადად, რომ ჩვენი მომავალი ოკუპაცია, სამომავლო ოკუპაცია, ან არსებული ოკუპაცია შეწყდეს, დასრულდეს თავის მხრივ. ანუ თუ რუსეთი მარცხ ხდება უკრაინაში, ჩვენ შედარებით იოლად აღვიდგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ კვლავ ვიმეორებ ხაზგასმით, მინდა ვთქვა, ვინმე რომ არ მომედაოს, მშვიდობიანი ან უკიდურესად მშვიდობიანი გზებითა და ფორმებით. ხოლო თუ რუსეთი გამაგრდება, ის აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, სამხრეთოსეც რო უწოდებთ თქვენ, უბრალოდ ქართული ოცნება, ის არ და ვერ არ უფრო დაგვიბრუნებს, ის ხო ბანდიტია. და მას ხომ მუდმივად სჭირდება არეულობა ამ მისი წარმოდგენით ტერიტორია საქართველოში, თუ საქართველოზე, რომ საკუთარი ინტერესები მეტად და მეტად გაატაროს. ეს 2-2-4-ია, მე უბრალოდ იმათთვის ხსნი, ვისაც 2-2-5 ჰგონია. და კიდევ ათობით მიზეზი არსებობს, რატომაც არ უნდა დასრულდეს ომი რუსეთის პირობებით, ან უკრაინის გამარჯვებით. თუ დასრულდება ძალიან კარგი იქნება, ხოლო რუსეთის გამარჯვებით თუ დასრულდება იქნება ძალიან ცუდი, რაც უნდა ბიზინა ივანიშვილს და უკლებრივ ყველა გამობიძინებულს. ხო და უკრაინა, ეხლა რეზიუმირებას გავაკეთოთ, უკრაინა გადადის შეტევაზე. და მე არ ვამბობ და ხაზგასმით ვამბობ, რომ მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ 25 წელს დამთავრდება ომი მაინც და მაინც, მაგრამ თუ რუსეთი დასუსტდება, ვიღაცღა ებრაუჭება ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ბანდიტი ივანიშვილის თავკაცობით. ვერც ვერავის ამ შემთხვევაში იქნება ის იძულებული წავიდეს დათმობებზე. წავიდეს დათმობებზე. მესამეჯერ ვთქვა, წავიდეს დათმობებზე, იმიტომ რომ მას აღარ ეყოლება საყრდენი, როგორც ასეთი. მას აღარ ექნება ფუნდამენტი, როგორც ასეთი. და ასე შემდეგ. და აქ ამ ქვეყანაში არა დემოკრატიას, ანტიდემოკრატიას, რუსეთულ ქვეყანას ვერ გააკეთებს. ხოშვის, იმიტომაც ცდილობს ჩინეთის შემოყვანას, რომ ვიღაცას დაეყრდოს გარდა რუსეთისა, ოღონდ ეს ჩინეთიც თლათ სულელი სახელმწიფო არ არის. და თუ შეერთებული შტატებიდან დიდი ბიჭების თამაში სის ეტყვიან იმას, რომ ეს რეგიონი სულაც არ არის ჩინური, ან არ შეიძლება იყოს ჩინეთისა, ვაიდა იქნება ჩინეთი თავისი ნებითაც გავიდეს და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, არამედ იმ კონცეპტუალურ გასვლას გულისხმობ, რომელიც პრინციპში მოსალოდნელი არის, მეთქი ასე უნდა ვთქვა. იმ შემთხვევაში, რომ დასავლეთი მაგრდება ამ რეგიონში, დასავლეთი რომ ამ რეგიონში არ გამაგრდეს, და ამ შემთხვევაში ფართოდ რეგიონს გულისხმობ, არა მხოლოდ საქართველოს, ანუ სომხეთსაც გულისხმობ, ხო? უკრაინასაც გულისხმობ შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. და ასე შემდეგ ამას ჩალიჩობს, ცდილობს ქართული ოცნება ნაკვები და გამოკვებილი რუსეთის მხრიდან გამიგრძელდა ამასობაში 24 წუთია გასული. ხო და მეგობრებო, 2025 წლის 30 მაისს რაც გამოხდა იცით თქვენ, ანუ ვლადივოსტოკის ამბავი, ხო 2022 წლის აპრილის დასაწყისში თვენახევარი იყო გასული ომის დაწყებიდან უკრაინაში, უკრაინელებმა დაბომბეს, კი არა, გაანადგურეს კრეისერი მოსკვა. თუ არ მივიღებთ ხედველობაში პაუწინას, ანუ ობობის ქსელს, ხო, აბლაბუდას, სხვაგვარად ესე უწოდებენ ხოლმე, აბლაბუდას, ანუ ბოლო ოპერაციას, როდესაც სტრატეგიული ბომბდამშენების 35% გაანადგურა უკრაინამ რუსეთისა, თუ ამას არ მივიღებთ ხედველობაში, ის ოპერაცია მოსკვას განადგურებისა იყო ყველაზე ეპოქალური, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ეს კი
ამ მსგავსი ოპერაცია მოდი ესე ვიტყვით ამამად და სამხედრო ექსპერტები მეკამათონ მომწერონ პირადად საჯარო კომენტარები გააკეთონ და ასე შემდეგ მეორე მსოფლიო ომში რა ოპერაციებიც იყო უამრავი ესეთი ოპერაცია ან იშვიათად გვახსენდება საერთოდ მსოფლიო ომების ისტორიაში ესეთი ოპერაცია ესეთი მასშტაბური და ესეთი საინტერესო ოპერაციაც კი სხვათა შორის უკრაინაში წარმოებული არ არის. აი ესეც მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ამერიკელებს ნებართვა არ მიუსიათ და გავყვეთ ამ ვერსიას, უკრაინაში წარმოებული იარაღით მოხდა ის, რაც მოხდა. მამუკამდინარეც რა ეშურება გაღარ ვიცთო და ეხლა ბლოგი უნდა შევწყვიტო დავასრულო ხო? აი ამ მარტივ ლოგიკას რო ვერ იგებენ და მაინც ჯიქურ აწვევიან იმას, რომ საქართველოს ავტორიტარულ დიქტატორული სახელმწიფო უნდა იყოს და თვითონ სამუდამოდ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში ამას რო აწვევიან ეს არის ამბავი თორე და ნაჩვენი ყველაფერი კარგად არის ხალხთან დასაკვირველია აყვანდის